მოგესალმებით. რაც ჩვენ გავაკეთებთ თავისებურ ეკონომიკურ მოხილვას. თუ როგორია ეკონომიკის განვითარების ტენდენციები საქართველოში და ნახავთ როგორ აფასებენ ამ ტენდენციებს ისე წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, როგორც არის მაგალითად იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ მსოფლიო ბანკი. ზოგადად წლის პროგნოზი მოგეხსენებათ, რომ არის სავარაუდოდ 7%-ის ფარგლებში. შეიძლება 7.9%-ის ფარგლებში იყოს. ეს არის სავალუტო ფონდის, იგივე მსოფლიო ბანკის შეფასება და აზიის განვითარების ბანკის შეფასება, სხვადასხვა კიდევ ერთი წამყვანი ინსტიტუტის, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მაღალი და კარგი ტემპით იზრდება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შეიძლება შევაფასოთ თუნდაც ბოლო 2 წლის მანძილზე. მოგეხსენებათ, რომ 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კაიკოული პროტესტები იყო, სწორედ 2024 წლის გაზაფხულიდან ქვეყანაში იყო გარკვეული გამოსვლები, ეს პროტესტი მოგეხსენებათ დღემდე გრძელდება. მიუხედავად აი ამ ფაქტორისა, როცა არის ხოლმე საუბარი თუ რაზე გავლენა სახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და საინვესტიციო გარემოზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ პოზიტიური არასდროს არ არის, როცა არის პროტესტი, მაგრამ თავარი ის არის, რომ ზოგადად ქვეყანაში როგორი გარემოა. აი ქვეყანაში არის სტაბილური გარემო თუ არ არის სტაბილური გარემო. სტაბილური გარემო არის ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად. ანუ როცა ინვესტორი იღებს გადაწყვეტილებას სხვათაშორის, ის უყურებს არა მხოლოდ მაგალითად გეოგრაფიას ან გეოპოლიტიკას, ის უყურებს იმასაც, რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას და როგორ იზრდება ქვეყანა. ეხლა ჩვენ შევაფასოთ ერთი რამე. მოგეხსენებათ, რომ ჩანდლერის ინსტიტუტმა, ეს არის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი, რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს კვლევებს, საქართველოს ინვესტიცია, ანუ საქართველოს მთავრობა, როგორც კარგი მთავრობა, ინვესტიციებზე მოძიდის კუთხით მსოფლიოს წამყვან 4 ქვეყანას შორის შეიყვანა. ეს ეხება ინვესტიციების თანხმობრივ მაჩვენებელსაც და მის კონტრიბუციასაც ეკონომიკაში, ანუ თუ როგორია ინვესტიციების შეფარდება იგივე მთლიან შიდა პროდუქტად. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანაში არის კარგი საინვესტიციო გარემო და როგორც აღნიშნეთ, ინვესტორისთვის თავარი მნიშვნელოვანი არის სტაბილიზაცია, სტაბილური გარემო და პერსპექტივა. ეხლა ნახოთ, როგორ ფასდება საქართველოში თუნდაც ეკონომიკური ზრდა. აი იგივე სავალუტო ფონდის მონაცემებით შემიძლია მოვიყვანო 2024-25 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე ჯამში 18.7%-ით იზრდება. აი ამ მაჩვენებლით ჩვენ მსოფლიოში ვართ მეორე ადგილზე. ხო, ევრაზიაში და რეგიონში პირველ ადგილზე. ახლა პერსპექტივა უფრო საინტერესოა, თქვა, უახლოეს წლებში როგორი იქნება. იგივე 2024-30 წლებში ამ ინდიკატორის მიხედვით, ანუ ამ პროგრესით, საქართველოს ევრაზიაში სულად პირველ ადგილს იკავებს. აი ამ 7 წლიან პერიოდში ჩვენი ეკონომიკა, რეალური ეკონომიკაზეა საუბარი, ერთ სულზე 52.5%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ იგივე ევრაზიის კონტინენტზე ჩვენ შემდეგ მოდის ისეთი მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, როგორც არის ინდოეთი. მაგრამ მისი ეკონომიკა იგივე პერიოდში გაიზრდება უფრო ნაკლებით ერთ სულზე 46%. აი ხედავთ ჩვენ რომ თუ როგორია საქართველოს ეკონომიკის ბოლო 2 წლის მაჩვენებელი ზრდის და როგორია პერსპექტივა უახლოეს 7 წლის მიხედვით. ანუ ქვეყანა აი ამ პროგრესით არის როგორც აღნიშნე მსოფლიოში წამყვანი ეკონომიკით. ანუ ყველაზე პროგრესული ეკონომიკით. ჩვენ არ აქვს ყველა დიდი ეკონომიკა ბუნებრივია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ არის კიდევ ერთი ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს ერთ სულზე
მსყიდველობითი პარიტეტის მიხედვით როგორია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. აი რო ავიღოთ აქაც ნომინალური ეკონომიკის 7 წლიანი გზით, ტემპით, საქართველოს ევრაზიაში აქაც პირველია. აი ამ პერიოდში, უახლოეს 7 წელიწადში, 2024-2030 წლებში, საქართველოს ეკონომიკა 75%-ით გაიზრდება, ეს მაჩვენებელი და 2030 წლისთვის მიაღწევს $43,560. რატო აღნიშნე ეს მაჩვენებელი? ეს არის ფაქტურად ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის მაჩვენებელზე ახლოს. მაჩვენებელთან ახლოს. აი დღეს რა ვიყოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არც უმცირე ნაწილი დაახლოებით აი ამ პარამეტრშია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის აი ევროპული საზომითაც კი ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. კიდევ ერთხელ ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია ეკონომიკის შეფასება მსყიდველობითი ერთსულზე მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტის მიხედვით ეწოდება ეგეთწოდებული 3P-ს მიხედვით, ანუ GDP per capita-ს თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს ახლა რას აჩვენებს ეს ისტორიული პროგრესი? ეს აჩვენებს იმას, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის, საერთაშორისო ინვესტორებს გულისხმობ. თქვათ შორის თბილისში დაწყებული გლობალური საერთაშორისო ფორუმი, რომელიც გუშინ დაიწყო და დღესაც გრძელდება, ვერ გულისხმობ აი ამ ფორუმს, როგორც წარმომადგენლობით საერთაშორისო შეხვედრებს, აქ არიან ძალიან ბევრი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, პრეზიდენტები, პრემიერები თუ ვიცე-პრემიერები, არიან მაღალი, ესე ვთქვათ, წარმატებული მსოფლიო ბრენდები, საინვესტიციო კომპანიებს გულისხმობ და ინვესტორებსაც ბუნებრივია. ეს აჩვენებს თუ როგორია პერსპექტივა უახლოეს წლებში, როცა მე ამ უახლოეს წელიწადს გულისხმობ. ეს არის როგორც შუა დერეფნის ქვეყნის შუა დერეფნის ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერება. იმიტომ რომ ინვესტიციები ძირითადად მიმართული იქნება ინფრასტრუქტურაში, ეს აძლიერებს ბუნებრივია ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტი მინდა აღნიშნო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი პერსპექტივებში და 2029 წელს უკვე პირველ გემებს მიიღებს. ღმაწლოვანი პორტი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის გაზდის თვითბრუნვასაც მიიღებს უფრო მაღალი, ესე ვთქვათ, უფრო დიდ გემებს, მარტივად რომ ახსნათ, როცა მოხდება ჩაღრმავება ამ აკვატორიის და ბუნებრივია ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება დამატებითი ბენეფიტი. ანუ კიდევ უფრო მეტი სარგებელი, არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, ეკონომიკა იზრდება ბუნებრივია, იზრდება დასაქმება და იზრდება შემოსავლები და საშუალო შემოსავლები ისედაც გაზრდილია თქვათ შორის ბოლო პერიოდში. ანუ თუ შევთანხმდებით მაღალი ეკონომიკური ზრდის რა ბენეფიტები გვაქვს, ეს არის დასაქმების და ეს არის შემოსავლების და ეს არის კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში. აი ინვესტორი ამას უყურებს ზურაც, აი გაპარტოების პერსპექტივა ქვეყნიდან როგორია პროგრესი. სხვა ფაქტორები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ძალიან არანაკლებ მნიშვნელოვანი. მაგალითად, როგორია საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან. ამ შემთხვევაში მთავრობის ვალიზე მაქვს აქცენტი გაკეთებული და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებში 2021 წლიდან, როცა ქვეყანა იძულებული იყო COVID პანდემიური შოკიდან გამომდინარე, ამ ეკონომიკის დაპაუზებიდან გამომდინარე აეღო დამატებით საგარეო ვალიდან გაიზარდა სხვათა შორის მაშინ თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 62%-ს მიაღწია. აი ეს კლები, თუნდაც ბოლო 2 წელიწადი მნიშვნელოვანი კლებით ხასიათდება და დღეს ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, რომ ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე დავიდეთ ბოლო 10 წლებში. აბა დაახლოებით 34-32% იქნება. ამიტომ ვალების მომსახურება ყოველწლიურად გრძელდება ბუნებრივია, ამ წელსაც
ხდება ვალების მომსახურება. მეორე ფაქტორი ეკონომიკური ზრდის ზეგავლენა მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე. მოგეხსენებათ, რომ წინათვის მონაცემებით, სექტემბრის მონაცემებით, ჩვენ უკვე ეროვნული ბანკის რეზერვები წლის დასაწყისიდან სარეკორდოდ იყო გაზრდილი. დაახლოებით ეროვნული აქ საუბარია $1,600,000,000-ზე. წლის ბოლომდე არის პერსპექტივა, რომ საერთოდ 2 მილიარდზე და ახალ ისტორიულ რეკორდზე გავიდეთ, რითაც ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და სტაბილური ნაჩვენებელი სავალუტო რეზერვების. ეცაც არის ზუსტად ამ ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი და მონეტარული პოლიტიკის ბუნებრივია, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. თუ რაღან ეროვნული ბანკზე გადავედი, აქ ჩვენ ხედავთ, რომ თუ როგორია მაგალითად კურსის დინამიკა. როცა ამბობენ, რომ კურსი არის სტაბილური არის ზუსტად რამდენიმე ფაქტორის გამო. ეს არის პირველ რიგში ექსპორტი, რომელიც არის გაზრდილი, სხვათა შორის, აი გამოქვეყნდა 2 დღის წინ სტატისტიკური მონაცემები, სავაჭრო ბრუნვაც გაზრდილია და ექსპორტიც გაზრდილია, მე მგულისხმობ ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელს. აი ექსპორტი და ისტორიულ მაქსიმუმზეა თანხმობრივადაც. არა ზოგადად მთლიანი ექსპორტიც ხო გაზრდილია თავის რეექსპორტით, მაგრამ ადგილობრივი ექსპორტიც და არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს აჩვენებს, რომ იქნება ახალი სამუშაო ადგილები, იმიტომ რომ ადგილობრივი ექსპორტი ნიშნავს ადგილობრივი წარმოების, ასე ვთქვათ, გაფართოებას. ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ბუნებრივია უცხოური ვალუტა, რომელიც შემოლის ქვეყანაში და რომელიც ბუნებრივია ახდენს პოზიტიურ ზეგავლენას სავალუტო კურსზე. აქედან გამომდინარე პერსპექტივა ეკონომიკის შემთხვევით არ არის ესეთი პოზიტიური, რომელიც სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა და უფრო მეტი შემიძლია გითხრათ. სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომელიც არის გამოქვეყნებული, მაინც არის ხოლმე კონსერვატორული მაჩვენებელი. კონსერვატორული ნიშნავს, რომ შედარებით ფრთხილი და ზომიერი შეფასებაა. თუ გასული წლების სტატისტიკასაც ვნახავთ, სავალუტო ფონდის პროგნოზე უფრო მაღალი ზრდა ჰქონდა ხოლმე. შედარებით მაღალი ზრდა ჰქონია რეალურად წლის ბოლოს და მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ 2024-2031 წლებში კიდევ უფრო მაღალი ზრდა ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც აღნიშნე, აი ამ პროგნოზით საქართველო არის პირველ ადგილზე. ეხლა რა შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს მნიშვნელოვანი ეკონომიკისთვის? ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია, პირველ რიგში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ანუ ჩვენ უფრო მაღალი ინფრასტრუქტურული, ესე ვთქვათ, ინდიკატორები გვჭირდება, ესეთი ინდექსი ეგეც არის სხვათა შორის, ქვეყნის ინფრასტრუქტურული ინდექსის მაჩვენებელი, რომელიც ყოველ წელს რომ ნახოთ უმჯობესდება და როცა საუბარია პორტების მოდერნიზაციაზე, გზების მოდერნიზაციაზე, ეს ბუნებრივია აძლიერებს ერთხელ შუადერეფანსაც, ასევე მნიშვნელოვნად ახორციელებს ინვესტიციების მოძიებასაც. ამიტომ პერსპექტივა ჩვენ გვაქვს, გითხარით, იმისა, რომ 2030 წლისთვის, მე 2030 წლის შემთხვევით არ მithქვია, ეს არის მოგეხსენებათ სავარაუდო თარიღი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიხედვით თვალსაზრისით, ჩვენ ფაქტურად გვექნება საშუალო ევროპული დონის ეკონომიკა. მე არ ვიძახი ძალიან დიდი, მაგრამ ჩვენარი ტიპის ქვეყნისთვის საკმაოდ კარგი. ეს არის ჩვენი შეფასება, რაც შეიძლება იყოს მაგალითად ეკონომიკის ზრდაზე, მის პერსპექტივებზე და თითოეული მოქალაქისთვის ეს მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, რომ თუ გაიზრდება დასაქმება, გაიზრდება შემოსავლები, ბუნებრივია თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება.